იშხანში მიმდინარე სამუშაოებზე საგანგებო ბრიფინგი გაიმართა კულტურის სამინისტროში. გურამ მოდიშარიას განცხადებით, ამ ეტაპზე იშხანში აღდგენითი სამუშაოები არ მიმდინარეობს. ქართველი ექსპერტები კი კვლავ ვერ ახერხებენ პროცესში ჩართვას, რადგან ორ ქვეყანას შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება ჯერ ისევ არ არის ხელმოწერილი. კულტურის მინისტრმა ასევე ფრესკებთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, იშხანში კედლის მხატვრობის რესტავრაცია არ ხდება. თქოს იშხანში მიმდინარეობს ფრესკების რესტავრაცია, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. ამ ფონზე კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს შეთანხმებების პროექტი საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის. ეს არის ცნობილი ხელშეკრულების პროექტი, რომელიც ჯერჯერობით სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ ხელმოწერილი. უკვე ოფიციალური დოკუმენტის საფუძველზე ქართველი სპეციალისტების ჩართვის საშუალება ბევრად მეტი იქნება და მნიშვნელოვანია ძალიან, რომ ეს პროექტი იქნეს ხელმოწერილი ჩვენი მხრიდან.